როგორ მივმართოთ მღვდელმსახურებს? სექტანტები ხშირად გვსაყვედურობენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმის გამო, რომ მოძღვარს მივმართავთ სიტყვით მამაო. თავისი ნააზრევის არგუმენტად მათ მოჰყავთ ნაწყვეტი მათეს სახარების 23 თავიდან. მამით ნუვინ ხადით ქვეყანასა ზედა, რამე თუ ერთი არს მამა ითქვენი, რომელი არს სათაშინა. საქმე ისაა, რომ სიტყვები ნუვის ხადით გულისხმობს ნურავის ცემთ თაყვანს და ეს ბუნებრივიცაა, მხოლოდ ერთს უფალს უნდა ვეთაყვანებოდეთ. წმინდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი, სიყვარულის მოციქული, თავის ეპისტოლეებში პირველ ქრისტიანებს ასე მიმართავდა: შვილნო, რაც იმას გულისხმობს, რომ საპასუხო მიმართვისას მას მამას უწოდებდნენ. ასე გრძელდება საუკუნეთა განმავლობაში და ამ სახელით მიმართავთ მართლმადიდებლები მოძღვრებს, როგორც ღვთის საიდუმლოთა აღმსრულებლებს, რომელთა მეშვეობითაც უფალი სულიერი ცხოვრებისთვის გვშობს. ყოველ მორწმუნეს მღვდელმსახურთან შეხვედრისას თავის ვალდებულებად მიაჩნია ლოცვა კურთხევა ითხოვოს მისგან, რაც მოძღვრის მხრიდან ჯვრის გადასახვასა და დალოცვას გულისხმობს. ამ დროს გრძალვის ნიშნად ჩვენ ქეთს ვიხრით მის წინაშე და ვეუბნებით: დამლოცე მამაო, ან მაკურთხე მამა გიორგი, მამა დემეტრე და არა მამაო გიორგი, მამაო დემეტრე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ჩვენ მღვდლის მარჯვენითა და ბაგეებით თავად მაცხოვარი გვაკურთხებს. დალოცვის შემდეგ ჩვენ ვეამბორებით მის მაკურთხებელ მარჯვენას. მღვდელმთავრის შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ მცირე მეტანიას და ისე ვითხოვთ მისგან ლოცვა კურთხევას. მღვდელმთავრებში იგულისხმებიან ეპისკოპოსები, მთავარეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. მათ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები მივმართავთ სიტყვით მეუფეო, რადგან ისინი ფლობენ ღვთისგან მინიჭებულ უმაღლეს სასულიერო ძალაუფლებასა და საეკლესიო ხელმწიფებას. მღვდელმსახურებს არ უნდა მივმართოთ კათოლიკურ სამყაროში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისი სიტყვებით წმინდა მამაო, რადგან კაცთა სიწმინდე მხოლოდ ერთმა უფალმა უწყის და იგი მისი გარდაცვალების შემდეგ გაცხადდება ხოლმე. როცა საჭიროა საეკლესიო იერარქიას წერილობით მივმართოთ, შემდეგ ის გათვალისწინება გვმართებს. მღვდლებს მივმართავთ სიტყვებით თქვენო ღირსებაო, დეკანოზებს თქვენო მაღალ ღირსებაო, ეპისკოპოსებს თქვენო ყოვლად უსამღვდელო ესობაო, მთავარეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელო ესობაო, ხოლო პატრიარქს თქვენო უწმინდესობაო. ისეთ შემთხვევაში, როცა რამდენიმე სასულიერო პირი ერთმანეთის გვერდით დგას, ჩვენ ლოცვა კურთხევა უპირატესი მღვდელმსახურისგან უნდა ავიღოთ. დანარჩენების მიმართ კი თავის დაკვლით უნდა გამოვხატოთ ჩვენი მოგრძალება. თუ მაინც ყველოსგან გვსურს დალოცვა, მაშინ უპირატესის შემდეგ მათთანაც შეიძლება მივიდეთ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ასე ვიქცევით მღვდელმსახურთან გამომშვიდობების დროსაც. ამასთან ერთად აუცილებელია ყოველი საპასუხისმგებლო საქმის დაწყების წინ სულიერი მოძღვრისგან რჩევა და რიგება ვითხოვოთ და მისი ლოცვა კურთხევის შესაბამისად მოიქცეთ სათავეშივე ღვთისგან დალოცვილი საქმე, ისევ ჩვენ წაგვადგება სასიკეთოდ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურთხევის ასაღებად შეუფერებელ დროს არ მივიდეთ მოძღვართან, მაგალითად, როცა ის საეკლესიო საიდუმლოს აღასრულებს, აღსარებას იბარებს, ტაძარს აკმევს და ასე შემდეგ.